Წამოვედინო 92-ში იქ ვიყავით ომის პერიოდში და ვიმალებოდით ბუნკერებში რა. სანიაღვრე დიდი მილი იყო. და იქ ხვევით ქონდა ფიცრები რა, გაშლილი და იმ ფიცრებზე ვიჯექით, ვიწექით და ყველაფერი იქ იყო რა, ჩვენი სამალავი ღამე. დღე უფრო სახლში ვიყავით. იმიტომ უფრო ღამე მიმდინარეობდა დაბომბები. წამოვედით დიდი მანქანით გრუზავიკი, ესე იგი გადახურული მანქანა, მაზის ტიპის მანქანა იყო. ამაში ვიჯექით სულ ყველა ერთად. მე სანამდე ამ მანქანით მოვედით, მანქანაში ეს ორი ტომარა პურის ქვილი რო იდო, დიდი ქვები რო იყო, მან ცად იყო ან ქვაბი ან რამე, ვის რა ჰქონდა. იმას მოზილავდნენ ქალები რაღაცა და ძალიან დაათხელებდნენ ხელით ამას და იმ ქვას რო გაახურებდნენ ამ ცეცხლით, მიაწებებდნენ. და ეგრე ცოტა შეიწვებოდა თუ არა, ეგრევე ვჭამდით მე რა, პატარა ბავშვები ვით ვიყავით ახლა ჩვენ და უფრო გვაძლევდნენ ჩვენ. ვისაც ეს არ უნახია, ეს სვანეთის გზა, ის ბედნიერია. კი, ბევრი პრობლემები ჰქონდათ, იქ გემით რო ვინც გადმოვიდნენ, იქ ასვლაზე გემით კადრები ჩანს ყველაფერი, მაგრამ ეს კადრები უფრო იოლი იყო, რაც ჩვენ გამოვიარეთ. იმიტომ არაფერი ყინვის ქვეშ ხარ, ქარბუქია, არაფერი საჭმელი არ აგაქვს, არაფერი არ მოგაქვს და მოდიხარ, სად მოდიხარ არ იცი, როდის თავდება ეს ტყე არ იცი. ყინვა შიმშილი ძალიან მაგარი, ეს ახლა სალაპარაკოდ ადვილია, რომ ქარი იყო და სუსხიანი ამიდი და ყინვა, არა საშინელი იყო. ქვის მეტი არაფერი არ იყო. აგე ხეები მაინც დგას და რაღაცა, იქ არაფერი, როგორც აი აქ არ არის, არაფერი ისეთი იყო. კლდეები იყო და მინდორი, всё გამხმარი ბალახი მორჩა, მეტი არაფერი. ჯოხი რო დაგჭირებოდა რამე ხელის დასაკავი, იმასაც ვერ იპოვიდი. ისეთი იყო ის ბილიკი. ამ ბილიკით რომ მოვდიოდით სვანეთით, ვეკითხებოდით რამდენია დარჩენილი კიდე რო აი მოსახლეობამდე რო ჩავიდეთ, რო მივიდეთ ახლოს. და ზოგი გვეუბნებოდა 1-20-30 კილომეტრია, ზოგი გვეუბნებოდა 2-3 კილომეტრია. ვინც გვეუბნებოდა 2-3 კილომეტრია, ხო ეს უკვე ცოტა გულს გვიმაგრებდა რა და აი რო გვეტყოდნენ, ხო 20-30 კილომეტრია კიდე დარჩენილი, ვერ წახვალთ, ვერ წაიღებთ ყველაფერს, მე ხალხი ავტომატურად ყრიდა ყველაფერს და სანამ ვათრიოს თუ ვერ მივიტან ბოლომდე. ის რო გამოჩნდა ადგილიდან რო ხედავთ ღვთის წვერზეა ხალხი მოგროვებული და ხედავთ რომ ერთფრენი მოდის, იმის იმედით კიდე მოვდიოდი რომ აი მივასწროთ ჩვენს და ჩვენს წაგვიყვანს და ესე გადმოვლახეთ ეს პერიოდი რა. ფრენი რო წამოვიდა, დაფრინდა და სანამ დაფრინდებოდა ერთფრენი, პურს ყრიდა ზევიდან რა. და ამ პურზე იყო დატაცება. ვინ აიღებდა და ოღონ ვიზმეს მიესწრო, რომ აიღო პური, 2-3-4-5 იღებდა კაცი და ვინმეზე რომ მიეცა, ესე არის. ხალხი მოდის თუ ვინმეს დავინახავდით, რამე ქონდა საჭმელი, აი მრცხვენოდა, თორე მინდოდა რომ მეთქვა ცოტა მაჭამეთ ან რაღაცა, მაგრამ აი წყლის ძალით. ყოველ 20-30 მეტრში წყალს ვსვამდით, რომ აი ძალა მაინც მოეცარა და რო წამოს ვიყავით და კიდევაც ესე იყო. ყველაზე მძიმე ის მახსენდება რა, რომ მოვდიოდით, არავის იმედი არ ჰქონდა. არავის იმედი, ცუდად რომ გამხდარიყავი პატრონი ვინ, მე და ჩემი ძმა ვიყავით, შეიძლება ჩემ ძმას კიდე ვერაფერი ვერ გაეკეთებინა ჩემთვის, იმიტომ ბავშვი მოყავდა. რომ მოვდიოდით,
მიცვალებულებს რომ ხედავდი, ხო, რომ ენახა მე ვინმე ნაცნობი, რომ ენახა მე მაგას ვერაფერს ვერ უზამდი. ეგ იყო ძალიან ისეთი, აი დასტრესილი ისეთი ვიყავით, რომ არ მადარდებდა არავინ. აი ხო, ჩემი დები, დედმამა უკან მოდიოდნენ, მაგრამ ისინი ცოცხლები იყვნენ თუ არ იყვნენ, ხო, მაგათი დარდი არ მქონდა. უკვე ისე ვიყავი, ძალა არ მქონდა არაფერი, ოღონდ გადავსულიყავით და მოვსულიყავით სადმე თავი შემეფარა თბილ ადგილას. არავინ არ ელოდა ამას, ჩვენ მერხეულში რომ წამოვედით, ჩვენ კი არ ფიქრობდით, რომ წამოვიდოდით აქეთ, ჩვენ ისევ დავბრუნდებოდით. ამას ფიქრობდით, მაგრამ ვინ დაგვაბრუნა. იქიდან უკვე სანამ მანქანებში რომ ვжდებოდით აქეთ წამოსასვლელად სვანეთით, უკვე ვხედავდით, რომ აფხაზეთი იყო განათებული რა. შუაგუნ სოხუმში უკვე ისმოდა რა ის სანათის ხუშხუნების როლები და ესეთები და ძალიან ისეთი ის იყო რა, ძალიან მაგრად ხარობდნენ ეს აფხაზები რა და ცეკვა და ტაშბანდური ჰქონდათ, ეს გვესმოდა რა, ისეთი ის იყო. ძალიან რთული პერიოდი იყო, მაგ პერიოდის პროსტა გახსენება არის საშინელი რაღაც. წლები დაგვჭირდა. ეს ჩვენ ყველაფერი რომ აღვედგინა. წლები დაგვჭირდა, იმიტომ რომ ამ ხელა დღეს დასავლეთში რო ვიყავით, მეზობელს იქ ქათამი დაეკარგა და ამაზე მთელი ერთი კვირა ნერვიულობდა და ამ ხელა სახკარს რო დატოვებდა ღია ცისკრის რო დახტოვებს ადამიანი, როგორი საფიქრალია და სანერვიულოა რამ ხელა. ამ დაბრუნებასთან დაკავშირებით ერთ წუთი კიდე არ დავფიქრდები ისე დავბრუნდები და რასაც შევძლებ ვიშრომებ და ვიწვალებ იქ.